ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ევრონიუსის ვებგვერდი ექსტრემისტულ მედია საშუალებად გამოაცხადა და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიყვანა ექსტრემისტული მასალების გამავრცელებელთა სიაში. ამ ნაბიჯის შედეგად ბელარუსში უკვე შეიზღუდა ევრონიუსის ვებ პლატფორმაზე წვდომა. მკითხველებს კი შესაძლოა დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისგებლობა მედია საშუალების მასალების შენახვისა და გავრცელებისთვის. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბელარუსი მოქალაქეებისთვის ევრონიუსი წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო ახალი ამბების მიმწოდებელი, ფაქტობრივად ერთადერთი წყარო. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა, მინსკი შეუერთდა მოსკოვის პოლიტიკას, რომელმაც კრემლის მსგავსად საკუთარ ტერიტორიაზე შეზღუდა ევრონიუსის როგორც სოციალური არხების ოპერირება, ისე სატელევიზიო მაუწყებლობა. გარდა საერთაშორისო ამბების პანევროპული პერსპექტივით წარმოდგენისა, კონტინენტის მთავარი საინფორმაციო მედია საშუალება აქტიურად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, ასევე მაყურებელსა და მკითხველს თავაზობს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამედიცინო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური, სპორტული და ტურისტული მიმართულებებით. ამასთან მედია საშუალება აძლევს აუდიტორიას შესაძლებლობას გაარჩიონ ყალბი და ნამდვილი ამბები. ბელარუსის გადაწყვეტილება დაგმო ევრონიუსის მთავარმა რედაქტორმა კლაუს შტრუნცმა, რომლის თქმითაც სახელმწიფო, რომელიც ევრონიუსს ექსტრემისტულად აცხადებს და ზღუდავს წვდომას დამოუკიდებელ მიუკერძებებელ ჟურნალისტიკაზე, მკაფიოდ აჩვენებს მოვლენათა თავისუფალი გაშუქებისადმი საკუთარ შიშს. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ არ იყო ცნობილი და ელიან ახსნა განმარტებებს ბელარუსის მთავრობისგან. საგულისხმოა, ვიდრე მოსკოვი მიიღებდა ევრონიუსის რუსულენოვანი სატელევიზიო არხის მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას საკუთარ ტერიტორიაზე, ეს ნაბიჯი მინსკმა 2021 წელს გადადგა.